დადგა გვიანი შემოდგომა და დავიწყეთ საშეშე მერქნის გაცემა. წინ დიდი ზამთარია. დღეს უკვე რამდენიმე მოსახლე გავუშვი. თავისი კუთვნილი ოდენობის და რადგან გაყვითდა უკვე ხეშეხერეც როგორი ყვითელია. მოდით ვისაუბროთ თუ რატომ ყვითლდება ფოთოლი და რატომ ცვივა დაბლა. როცა დღე კლებულობს ფოთოლი ვეღარ იფისებს მზის სხივის იმ ოდენობას, რა ოდენობაც სჭირდება ქლოროფილების წარმოსაქმნელად. ქლოროფილი ხომ არის მწვანე პიგმენტი, რომელიც მზის სხივის და სინათლის შუქს გარდაქმნის საკვებად. აი იმის წარმოსაქმნელად აღარ ყოფნის ფოთოლს მზის შუქი, რომ მუდმივად აწარმოოს ფოტოსინთეზი, ესე იგი წარმოქმნას ახალი ქლოროფილები. შედეგად ხდება ისე, რომ არსებული ქლოროფილი სუსტდება და ბოლოს კვდება. რადგან ქლოროფილი კვდება, ფოთოლში არსებული სხვა პიგმენტები, სხვა ფერის პიგმენტები, ეს არის ყვითელი, წითელი, შინდისფერი და შემდეგ ხდება თვალსაჩინო, იმიტომ რომ მისი რაოდენობა შემცირდა და ფოთოლმა მიიღო სხვა შეფერილობა. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ქლოროფილი მეტია სხვა პიგმენტზე ფოთოლში. ამიტომ არის მწვანე ფოთოლი და ამიტომ არის სიცოცხლის დროს რომ არ ჩანს სხვა ფერის ფოთოლი და ჩანს მწვანე. კი, სხვა ფერის ხეებიც არის ბუნებაში, მაგალითად პირობითად ჩვენ ყველაზე ხშირად ვიცით ეს წითელი ტყემალი. ეს იმას ნიშნავს, რომ წითელ ტყემალს აქვს წითელი პიგმენტი უფრო მეტი ვიდრე ქლოროფილი ან მწვანე პიგმენტი. ამ შემთხვევაშიც მწვანე პიგმენტი ახორციელებს საკვების მოპოვებას მზის შუქიდან და არა წითელი პიგმენტი. უბრალოდ წითელი პიგმენტია მასში მეტი და არა ქლოროფილი. შემცირდა დღის სინათლე, შემცირდა ქლოროფილის ძალა, წარმოჩინდა ყვითელი პიგმენტი ან წითელი პიგმენტი. იშლება ქლოროფილის მოლეკულა მცენარეში ტემპერატურისა და სინათლის ნაკლებობის გამო და ჩნდება თავს იჩენს, უბრალოდ დაარჩნდება, რადგან უკვე არის მასში ფოთოლშიც ეს პიგმენტი, ჩნდება კაროტინოიდები, ესე იგი ღია ფერის პიგმენტები, ეს არის ყვითელი, ნარინჯისფერი და ასე შემდეგ. რას აკეთებენ კაროტინოიდები? კაროტინოიდები მთელი წლის მანძილზე არსებობენ ფოთოლში ქლოროფილთან ერთად და ქლოროფილს იცავენ ზედმეტი სხივების მიღებისგან. ტემპერატურის და სინათლის შემცირება მცენარეს აძლევს სიგნალს, რომ დაიწყოს მზადება ზამთრის ძილისთვის. მცენარეები აღარ არიან მწვანე ფერისები და ისინი ხდებიან ყვითლები, ნარინჯისფერები, მოყვითალოები და ასე შემდეგ. შედეგად კი ვიღებთ აი ამ სურათს. კი, მცენარე წიძინებს ზამთარში, ოღონდ არასრულად. ზამთარშიც ხდება გარკვეული სახის პროცესები მცენარეში, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც თქვათ ამას გაზაფხულზე და ზაფხულში აკეთებს. წლის განმავლობაში ნაგროვების საკვები ნაწილდება მთლიანად ხეში. თქვათ ხე ასაწყობებს ამ საკვებს, რომ ზამთრის განმავლობაში ცოტა რაოდენობით მოიხმაროს და გაუძლოს ყინვას, გაუძლოს ნაკლებ ტემპერატურას და ასე შემდეგ, გაზაფხულამდე. რომ გაზაფხულზე უკვე ახლიდან დაიწყება ვეგეტაციის პერიოდი და ახლიდან შეუდგება საკვების მოპოვებას. სწორედ ეს პროცესი ხდება მცენარეში და ვიღებთ ამ სურათს, ესე იგი ულამაზეს შემოდგომას. რომ გვიყვარს ფოტოების გადაღება, ვიდეოების გადაღება, მათ შორის მეც. ეს არის მიზეზი. სამხრეთის მცენარეებს, სამხრეთის ხეებს ეს პრობლემა არ აქვს, პრობლემა ბწყალებში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბუნება ზოგან ისეთია, ზოგან ასეთია. ჩვენ ვართ ჩრდილოეთის, უბრალოდ ზომიერი სარტყელის მაცხოვრებლები და ჩვენი ბუნება ესეთია. რაც შეეხება თბილი ქვეყნების სარტყელს, იქ სულ თბილად და მცენარეს არ აქვს ზამთრის ძილი, ზამთრის ფაზა არ აქვს, მას უბრალოდ ფოტოსინთეზი მთელი წლის განმავლობაში მუდმივად ხდება და ფოთლები მუდმივად არიან სავსეები ქლოროფილებით. აი ეს არის ზუსტად შემოდგომის ფოთოლი. მწვანე ფერიც არის აქ და ყვითელი როგორი გარდამავალია. შეხედეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მწვანე ფერი, ესე იგი ფოთოლში არსებული ქლოროფილი უკვე დაშლილია, იშლება და მცირდება და ჩნდება ეს კაროტინოიდი, რომელიც ღია ფერის არის და ყვითელში გადადის. აი ეს არის ფაქტი იმ პროცესისა, რაზეც ვსაუბრობ. მაგარი ვინმეა ბუნება. თავარია დაჭდე და დაუწყო ყურება და დააკვირდე.
აი იმდენამის აღმოაჩენთ, რომ არ ვიცი მეტისაც შეიძლება რომ ნახოთ. ესეც ხეტყის სანიტარული ჭრა. ამ თემაზეც მოგახსენებთ მალე. სამხრეთის ქვეყნებში, ანუ თბილ ქვეყნებში ფუტკარის ზამთრის მარაგისთვის თაფლს არ აგროვებს, იმიტომ რომ არ არის იქ ზამთარი და სულ მუდმივად შეუძლია აიღოს საკვები. მცირდება ასევე ფესვების აქტიურობა, ზამთარში ხის ფესვების აქტიურობა, მაგრამ არც ფესვის აქტივობა არ ჩერდება მთლიანად, ისინი მაინც შეიწოვენ მცირე რაოდენობით წყალს და სხვადასხვა მინერალებს. თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, ვიდრე ზაფხულში და გაზაფხულზე. მარადმწვანე ხეებზეც იქნება დიდი ინტერესი და მათზეც ვიტყვით, რომ მარადმწვანე ხეებიც ამცირებენ მეტაბოლიზმს, ანუ კვების პროცედურას. მარადმწვანეს ჩვენ პირობებში უგულისხმობთ წიწოვან ხეებს. სხვა მარადმწვანე ხეები ჩვენ არ გვაქვს, რომელიც ყინვა გამძლე არის. წიწოვანი ხეები ეს იქნება ნაძვი, ფიჭვი და ასე შემდეგ, ანელებენ მეტაბოლიზმს, მაგრამ არც ისინი წყვეტენ სრულად. ისინი ამცირებენ ფოტოსინთეზის პროცესს და ასევე ამცირებენ წიწვებიდან წყლის აორთქლებას. მათ აქვთ ერთგვარი ფენა წიწვებზე, რაც სიცივის და ნაკლები სინათლის დროს ამცირებს წყლის აორთქლებას წიწვებიდან, იმიტომ რომ მაქსიმალურად ნაკლები ენერგია დახარჯოს იმ საშუალებით, რა საშუალებაც აქვს. ეს არის გარკვეული სახის ფენა, გარკვეული სახის უჯრედები, რომელიც არ აძლევს ხეს საშუალებას, რომ წიწვებიდან მეტი წყალი აორთქლოს. დაიშალა ქლოროფილი ფოთლებში და მივიღეთ აი ეს ფერი. ყვითელი, ნარინჯისფერი და ღია წითელი. ასეთი ფოთოლი ვეღარ ახერხებს იმ რაოდენობის საკვების მიღებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შედეგად სუსტდება და ვარდება დაბლა. მაგრამ აი აქ უკვე კვირტი გვაქვს. ეს კვირტი აღარ გაიშლება და ელოდება გაზაფხულს. და აქ შენახული საკვები, ტოტში და მთავარ ღერძზე შენახული საკვები იმდენ სიზამს, რომ გაზაფხულამდე თავი გაიტანოს. შემდეგ უკვე როცა დაიწყება სითბოები და დღე გადიდებას დაიწყებს, ხეც აქტიური გახდება. აქტიურად აი წყალი ჩადგა ხეშიო რომ ამბობენ, ეს წყალი გადანაწილდება ყველგან და უკვე ეს კვირტი გასკდება და ახალი ფოთლები წამოვა. ეხლა წითელი კვასკვასა შეფერილობის ფოთლები. წითელ პიგმენტს ქვია ანთოციანინი, რომელიც ჩნდება ასევე ქლოროფილის დაშლის დროს. ამის კარგი მაგალითია ხე, რომელიც ჩვენთან დგას და არ არის ჩვენი ბუნების ნაწილი. ჩვენი ბუნების ნაწილია, მაგრამ არ არის ადგილობრივი სახეობა, შემოტანილია და დარგული ლუდვიგ მლოკოსევიჩის მიერ. ეს არის ლენქორანული ხერკინა, რომელიც იდეალურად გადის ამ პროცესს. ქლოროფილის დაშლის შემდეგ კაროტინოიდები რო ჩნდებიან და შემდეგ კაროტინოიდების დაშლის შემდეგ რომ წითელი პიგმენტი ჩნდება. ეს ყველაფერი არის მიკრობიოლოგია, რომელიც გვაძლევს გამოსახულებას უკვე ბუნებაში, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ. ისეთი ვიდეო გამოვიდა, რომ სულ დავდივარ, მაგრამ შეშის გაცემა ესია. ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე ფეხით დავდივარ. შეიძლება 3-4 მოსახლე იყოს ერთდროულად შემოსული და 4-ვეს ბილეთს უნდა უწერდე და 4-ვეს უნდა აკონტროლებდე, რომ რაიმე სახის პრობლემა არ შეიქმნას. და ეს პერიოდი რეინჯერისთვის არის ყველაზე საპასუხისმგებლო დრო. ესეც ლენქორანული ხერკინა. აუთ ჩემი. მწვანე ფოთლიდან დაიშალა ქლოროფილი და გადავიდა წითელ პიგმენტში.